რა მოხდა ყველა ვიცი შვილს 9 აპრილზე მაგას აღარ თუნდა რუსული რეპრესიების გამო ამდენი ხალხი დაიღუპა ცოტა იყო ამდენი ახალგაზრდობა დაწყდა ყველაზე დიდი როლი ითამაშა როდიონოვმა გენერალი რომელიც საქართველოს მაინც შეიმართა 25 ყლილობის დელეგატად და ის დელეგატობა გამოიყენა ქართველი ერის საწინააღმდეგო დღესაც იგივე ხდება შვილ უნდა შეიცვალოს თავრობა სხვა არაფერი შეიძლება ვინ მოგვიწყო რუსეთმა შემოვიდნენ თავზეც დაიცინე რავი აბა სტრაპლის გახსენება შეიძლება რუსეთის ხსენების გარშემო ვინ მოაწყო არ ვიცი და იქ ზევიდან იქნა ვის გულისხმობს ჰა ვის გულისხმობს არ გეტყვი რუსებმა რა თქმა უნდა მაგას არ უნდა ბევრი ლაპარაკი რუსებმა ყველაფერი გააგერეს რუსებმა დაგვიხოცეს ხალხი ახალგაზრდობა და მთელი ამბები არ გვინდა რა რუსეთში დაბრუნება არ გვინდა აი რომ ეშინია და მონები არიან ზოგზოგები კი არ უმეტესობა ამიტომაც არ ახსენს არც რუსეთი ახსენს და რაღაც ჰაერზე ილაპარაკეს რა ეგ არ არის ადამიანობა და ხალხი არ გაჩერდება ძმა ჩვენი ხალხი არ გავჩერდებით არც ახალგაზრდობა და არც ჩემი ასაკის ვინც გამოვიარეთ ეს ომის ქალსიცხლენი და ღები და დღეს რუსებს უნდა გადაცეთ ჩვენი თავი რომ რატო იომეო აზზე არ ვარ ეს ამ თორობაში ვარ რა ესე იგი ვიომე თქვენთვის მომავალ თაობისთვის და ეხლა მეუბნებიან რუსებს უნდა გადაგცეთო რომ იომეო ის ველაპარაკოთ ას ველაპარაკოთ შვილო რუსეთი შემოვიდნენ და დახოცეს ახალგაზრდა თაობა საცოდავი ხალხი დაიხოცა და დაგიძულიტეს ხალხი და ვინ იყო რუსმა გამოიყვანა იჯარა და დაგვიჩახეს ლაფატკებით ხალხი რას გეშოვა და გვაჩმორიკებს რას გუშრება რა ვარც უნდა ისე გვალაპარაკებენ და ისე ლაპარაკებენ მაიმთავრობას რუსეთს ჩვენთვის არაუდრეო დიდი ადამიანობა იყო რომ რუსეთი წლების უკან და იმას არ ხოცავდნენ და არ გძლიტავდნენ და არ გვარბებდნენ რუსებს მარტო თათარი კი არ გვარბებდა რუსიც გვარბებდა თუ ისტორიას წაიკითხავ და ისტორიას გადახედა რუსი არ გვარბებდა თეულებში და იმაში ძალით რო ხოცავდნენ ხალხს როიჯენ ისინი ჟანდარმები და მამაზაყლები რო იყვნენ თავზე ხელი რუსეთთვის არ გადაუსვია არასდროს ისტორიაში გადახედეთ უკან მარტო დღეს კი არა 9 აპრილს აბა უკან გაიხედეთ რამდენი დანაშაული აქვს საქართველოს წინაშე